სასამხეთ და აზერბაიჯანი ვთქვით ახლა ჩვენ მეზობელ ქვეყანებში თითქმის ყველაზე განვითარებული ჩვენთან არის რაგბი და როგორი მოთხოვნა აქვს თუ არა ჩვენთან თქვა თანამშრომლობას როგორც ჩვენ გადმოგვაქვს რაღაცა ინგლისიდან საფრანგეთიდან ისე თუ არის რამე ჩვენი რაღაცის გადაცემა აი ანტონ როგორ გითხრა იცი აი გახსოვს ჩვენ ერთი პერიოდი რო რაღაცა შენ რო დაიწყე აქტიურად თამაში მაშინ უკვე რუმინელები ვეღარ იყვნენ ისეთი ის მაგრამ იყო პერიოდი როცა ჩვენ აი რუმინელებს 20 გურუებს ისე უყურებდით აი დღეს დაახლოებით ეგეთი სიტუაცია არის და მაშინ ხო წარმოუდგენელი იყო ხა ფრანგებს და ინგლისელებს მით უმეტეს და აი დღეს დაუშვათ იგივე აზერბაიჯანელებისთვის თურქებისთვის უკრაინელებისთვის რავი რუსები ცოტა ქედმაღალი ხალხია მაგრამ მიხვდნენ რომ რაც უნდა შეეგუონ ასე თქვათ რეალობას რა და მთელი აღმოსავლეთ ევროპა ვინც კი არის იქა რა ვიცი იმათვის საქართველოს არის სამაგალითო და კიდევ კარგი არის ძალიან ის რომ მარტო ნაკრების და მოთამაშეების კისერზე აღარ გადადის ახლა ქართული რაგბის პოპულარობა. აი ყველა მიცით ჩვენი მსაჯების წარმატებები, ხო? რამდენიმე მწვრთნელი ყავს უკვე ქართველი, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს საზღვარგარეთ, ხო? აი ერთი საქმეა რომ დაუშვათ აქსენტი ასე ვთქვათ კიდევ ვინ არის ზირაკარი გოდოარი დათო ბოლღაშვილსაც წარმატებები ქონდა იქ ძალიან იმაში ვიქტორის ანამ ჩამოვიდო და იქ შვენი ძალიან წარმატებით მუშაობდა თუ არ ვწდები ზურამ ჭედლიშვილიც თედოც ბევრი ქართველი მწვრთნელობს საფრანგეთში ნუ ეს არიან ის ბიჭები რომლებიც იქ ფრანგული სკოლა გაიარეს სამწვრთნელო მაგრამ აგერ თავართქილაძე ქართული სკოლა გაიარა და ეგერ რუმინეთში სიმონ მაისურაძე მაგალითად სიმონი ვიტო კოლეშვილიც აქტიურად არის მცველობაში ასე რომ ქართული რაგბი დღეს წარმოდგენილი არის მსოფლიო მასშტაბით არა მარტო მოთამაშეებით, არამედ მსაჯებით, მწვრთნელებით და ეს ძალიან კარგია რა ეს ნიშნავს რომ დონე მაღალია ჩვენთან კარლენა გამორჩა რომელიც თითქმის ჩრდილოეთ საფრანგეთში რუენია გუნდი რომელიც თლიანად ჩრდილოეთი აქვს ჩავარებული და იქ ახალგაზრდებს ამზადებს და დღეს დაუშვათ ქართველი მასწავლებლები მწვრთნელების მასწავლებლები რა რომლებსაც World Rugby-ს სერტიფიკატი აქვთ ოფიციალური ძალიან აქტიურად დადიან აი ესეთ განვითარებად სარაგბო ქვეყნებში და ატარებენ მწვრთნელთა სხვადასხვა დონის სემინარებს და შემიძლია გითხრათ რომ ისრაელი, საბერძნეთი უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთშიც კი ბატონო, შეიძლება გამომჩას კიდე რაღაც ქვეყანა იყოს და უცებ არ გამახსენდეს, ასე რომ მოლდოვაში კი ბატონო, კარგი დროს გამახსენეთ, ესე იგი რუმინეთშიც, თვით რუმინეთშიც კი ჩადიან და იქ ატარებენ ასე ვთქვათ სემინარებს. ასე რომ ამ ხრივ დღეს საქართველოს ასე ვთქვათ აი რაღაც რეგიონული ცენტრის ფუნქციას ასრულებს რაგბის განვითარებაში.